ჯარიმების მოლოდინში სადისციპლინო კომიტეტი დღეს გადაწყვეტს თუ ვის და რა სანქცია დაეკისრება ზესტაფონის სტადიონზე მომხდარი ინციდენტის გამო. ზესტაფონისა და ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებს შორის ხელჩართული ჩხუბის შედეგად რეგიონალური სტადიონის მე-6 სექტორი მთლიანად განადგურებულია. აღალობილმა ფანებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს და ეს ავტობუსები ჩალეწეს, რომლითაც ქუთაისიდან ზესტაფონში გულშემატკივარი ჩავიდა. ლაშა მიქაძე ცდილობს დაადგინოს ვის და რა სანქციები ემუქრება. ახლა ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ლაშა, თუ საუბრობენ სადისციპლინო კომიტეტის წევრები წინასწარ სანქციების ფორმაზე. ხულიგნობა და ვანდალიზმი ასე აფასებენ სადისციპლინო კომისიის წევრები ზესტაფონში მომხდარ ინციდენტს. სადისციპლინო კომისიის წევრები დღეს 4 საათზე შეიკრიბებიან და იბრძოლებენ მომხდართან დაკავშირებით. კომისიის წევრები გაეცნობიან ყველა მტკიცებულებას, მათ შორის ვიდეო და ფოტომასალას, ასევე გაეცნობიან მსაჯების ჩანაწერებს და მოხსენებით ბარათებს. სადისციპლინო კომისიის წევრები ამბობენ, რომ სანქციები უნდა იყოს საკმაოდ მკაცრი, რადგან მსგავსი ფაქტები უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ ტორპედო მზად არის აანაზღაუროს ზარალი, ამის მიუხედავად მათ სავარაუდოდ სანქციები მაინც არ აცდება. ზარალის ოდენობა უკვე ცნობილია. ახალ გარემონტებულ სტადიონზე, რომელიც რამდენიმე 1000 ლარი დაჯდა, მისი რეაბილიტაცია მე-6 სექტორი მთლიანად განადგურებულია და ბოლო ინფორმაციით 258 კამი მთლიანად მოგლეჯილია სტადიონზე. თქვენ რომ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მკაცრად უდგებით ამ საკითხებს, იმიტომ რომ ცოტა არ იყოს ამან მიიღო ძალიან სისტემატური ხასიათი. დღეს 16 საათზე შევიკრიბებით ჩვენ სადისციპლინო კომიტეტის წევრები და წესისამებრ აბსოლუტურად გულდასმით შევისწავლით მომხდარს. გამოყენებული იქნება, რა თქმა უნდა, მოხსენებითი ბარათები ყველა იმ ოფიციალური პირის, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას წარმოადგენდა, ასევე შესწავლილი იქნება ფირი და ამის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ობიექტურ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. სადისციპლინო კომიტეტში სულ 4 წევრია, სწორედ ისინი გამოუტანენ განაჩენს ორივე გუნდს. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სადისციპლინო კომიტეტის სხდომა დღეს ლოკომოტივის სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში ზუსტად 4 საათზე დაიწყება.